მოგესალმებით. ეს ტელეკომპანია პულსია, მე ეგა სანიკიძე გახლავარ და ჩვენ ვაგრძელებთ გადაცემათა ციკლს მე დიდია. დღეს ვფიქრობ განსაკუთრებული დღეა ჩვენი გადაცემისთვის და პირადად ჩემთვის, იმიტომ რომ ჩვენ ვისაუბრებთ ისეთ საინტერესო, მნიშვნელოვან და სასარგებლო, მე ვიტყოდი სამომავლო პროექტზე, რომელსაც MedArt პროექტი ეწოდება. ჩვენ ვისაუბრებთ მედიცინისა და ხელოვნების კავშირზე, ვინაიდან მედიცინა ხელოვნებაში და ხელოვნება მედიცინაში ეს ის საკითხია, რომელიც მსოფლიოში ოდითგან განიხილება და მომავალში კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას შეიძენს. ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ვცდილობდი მეპოვა თანამოაზრე ადამიანები ამ მიმართულებით, რომ აკადემიურ დონეზე აგვეყვანა და ის გამზადებული სილაბუსები და პროგრამები, რომელიც ამ მიმართულებით შევქმენი, რაღაცნაირად დამენერგა სხვადასხვა უნივერსიტეტების თუ უწყვეტი პროფესიული განათლების პროგრამებში. სამწუხაროდ საქართველოში ეს ცოტა გაჭირდა ჯერჯერობით, თუმცა არიან ადამიანები, რომლებიც ამით დაინტერესებულნი არიან, მაგრამ ჩვენ გვყავს დღეს უცხოელი სტუმრები, რომელთაცაც ეს თემა უცხო არ არის, ვინაიდან მათი პირადი გამოცდილება და საზოგადოებრივი თუ პროფესიული საქმიანობა ნამდვილად უკავშირდება MedArt-ს. ასე რომ მივესალმოთ ჩვენს დღევანდელ სტუმრებს, ძალიან დიდი სიამოვნებით და პატივისცემით წარმოგიდგენთ მათ. ჩვენ გვყავს დღეს სტუმრად ქალბატონი პადმინი მურთი, რომელიც გახლავთ მედიცინის დოქტორი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის მაგისტრი, მედიცინის მეცნიერებათა მაგისტრი, პროფესორი, ნიუ-იორკის სამედიცინო კოლეჯის გლობალური ჯანდაცვის დირექტორი და ამერიკის ექიმ ქალთა ასოციაციის გლობალური ჯანდაცვის ხელმძღვანელი და მუდმივი წარმომადგენელი გაეროში. ასევე ჩვენ გვყავს სტუმრად ბატონი იოზეფ სევადა, რომელიც გახლავთ წმინდა ელისაბედის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის და სოციალურ მეცნიერებათა უნივერსიტეტის სრული პროფესორი სლოვაკეთიდან და ასევე პროფესორი მაკმესტერის უნივერსიტეტის კანადაში, სკრანტონის უნივერსიტეტის ამერიკაში და წმინდა ჯუდას სახელობის ბავშვთა კვლევით საავადმყოფოში. აი ესეთი წარმომადგენლობითი სტუმრები ყავს და მე თქვენის ნებართვით დავიწყებ მათთან საუბარს. გთხოვთ გითხარით, როგორია თქვენი პერსონალური გამოცდილება მედიცინის და ხელოვნების კავშირის შესახებ. უპირველეს ყოვლისა, დიდი მადლობა მოწვევისთვის თქვენ და თქვენს გუნდს საქართველოში. ეს შესანიშნავი ქვეყანაა. მადლობა მასპინძლობისთვის. პირადად მე ექიმი ვარ, პროფესორი, როგორც თქვენ აღნიშნეთ, მაგრამ ბავშვობიდან მოყოლებული ძალიან მიყვარდა პოეზია. წერდი ლექსებს მაშინაც და მერეც, როცა განტვირთვა მჭირდებოდა. რადგან როგორც მოგეხსენებათ, ექიმობა ძალიან დაძაბული, სტრესებით ახსავსე პროფესიაა და ბევრი ექიმია იმავდროულად ხელოვანიც. ზოგი წერს, ზოგი მღერის, ხატავს. ჩემთვის პირადად ეს არის ლექსების წერა, რაც ნამდვილად ყოველთვის მშველის. ასე რომ თუ გადავხედავთ მედიცინაში ჩემს გზას, სამედიცინო სკოლაში ვსწავლობდი, მე ან გინეკოლოგიაში ვმუშაობდი თუ საზოგადოებრივ ჯანდაცვასა და პრევენციულ მედიცინაში, როგორც კი სტრესული სიტუაცია მაქვს, ყოველთვის ვიწყებ წერას. პირადად ჩემთვის ყველაზე სასარგებლოა წერა და იოგა. ვფიქრობ, იოგაც არის MedArt-ის სახე, რადგან იოგა თავისთავად ნიშნავს თვითგამოხატვას. რაც შეეხება იმას, თუ რას ვაკეთებთ ჩვენს მედიკო სტუდენტებთან, ახალგაზრდა რეზიდენტებთან ერთად, რადგანაც ჩემი არასამთავრობო ორგანიზაცია არის ამერიკის მედიკოს ქალთა ასოციაცია, ეს არის პირველი პროფესიული ასოციაცია, რომელიც 109 წლის წინ შეიქმნა. ექიმი ქალის ბერთა ვან ჰუსენის მიერ იმიზნით, რომ სხვადასხვა პროფესიის ექიმ ქალებს ჰქონოდათ შეკრების ადგილი. მე ვისაუბრებ ამ ორგანიზაციასთან არსებულ არტ სტუდიაზე, სადაც გაერთიანებული არიან სხვადასხვა თაობის ექიმები, გამოცდილებიც, პენსიონერებიც, ახალგაზრდებიც, რეზიდენტები, სტუდენტები და ისინი წარმოადგენენ ხოლმე ამ სტუდიაში თავიანთი შემოქმედების ნიმუშებს. ჩვენ გვაქვს ყოველწლიურად ასეთი აქტივობა, როცა ჩვენს კოლეგებს შეუძლიათ განაცხადის გაკეთება კონკურსში მონაწილეობაზე და ისინიც ტვირთავენ თავის შემოქმედების ნიმუშებს. თუ ეს ცეკვაა, ცეკვის ვიდეოს, თუ მუსიკაა, მუსიკალურ ნაწარმოებს, თუ პოეზიაა, მწერლობა, ნახატი და სხვა შესაბამისად. და შემდეგ ხდება საუკეთესო ნაწარმოების შერჩევა. მაგალითად, წელს 2 შეირჩა. ჩვეულებრივ მარტში ხდება ხოლმე გამოცხადება და ერთ-ერთი არის ხელოვანი, რომელიც არა მარტო ნახატებს, არამედ სკულპტურებსაც ქმნის ნარჩენი პროდუქტებისგან, ჩვეულებრივი ნაგვისგან, გადაგდებული ნივთებისგან, როგორიცაა ბოთლები, პარკები და მსგავსი. და ეს ძალიან საინტერესოა. ეს ფაქტობრივად გარემოს დაცვის და ეკომედიცინის თემაცაა.
კიდევ ერთი რაც აუცილებლად მინდოდა გამეზიარებინა არის ჩემი ერთ-ერთი კოლეგის მაგალითი. ის ნეიროქირურგია და ორივე ხელით ხატავს. ის ერთადერთია ჩვენთან, დოქტორი კოჰ, რომელიც ამბიდექსტრულად მუშაობს და ხატავს. სიამოვნებით გაგიზიარებთ ამას, რათა თქვენს გვერდზეც განათავსოთ. გარდა ხელოვნებისა, ეს ძალიან კარგი სავარჯიშოა იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ნევროლოგიური რეაბილიტაცია სჭირდებათ. ასევე გვაქვს საინტერესო ტრადიცია. არის ჩემი ერთ-ერთი მეგობარი და კოლეგა, რომელიც ახლა პენსიაზეა. ის მხატვარია და აკეთებს ხოლმე გარკვეულ ნახატებს ლაბორატორიული ხალათებისთვის, რომელსაც ჩვენ ვატარებთ და ასე ვავრცელებთ მის გზავნილს. სტუდენტებსაც ვთხოვთ, რომ დახატონ ის, რაც სურთ და როდესაც გვინდა გამოვხატოთ ჩვენი დამოკიდებულება ან აზრი რაიმე მოვლენის მიმართ, მაგალითად ძალადობის მიმართ, ასე ვავრცელებთ გზავნილს. გვიმზადებენ საექიმო ხალათებს. ამას ვიცვამთ მოდელებივით და უბრალოდ ამით დავდივართ მთელი დღე. ვავრცელებთ ამ გზავნილებს სხვების ინფორმირებისთვის ან ჩვენი პოზიციის გამოსახატად. ეს ძალიან კარგად აღიქვეს და მიიღეს ჩვენთან. ასევე ვთანამშრომლობთ რატგერსის უნივერსიტეტთან, სადაც გვაქვს მედიცინის, მუსიკისა და პოეზიის ჟურნალი, რომელსაც თვითონ სტუდენტები ადგენენ და მე ძალიან გამიმართლა, რომ ჩემი ნამუშევრებიც არის აქ შეტანილი. და ბოლოს, კიდევ ასეთი რამ. მაგალითად, როდესაც ლექსებს ვწერ, მყავს ახალგაზრდა გოგონა, ჩემი ერთ-ერთი სტუდენტი, რომელიც ჩემთვის სურათს ხატავს ამ ლექსებზე. ასე რომ ჩვენ შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს, რადგან ის იგებს და ხატავს იმას, რის გადმოცემასაც მე პოეზიით ვცდილობ. აი, ასე ვიყენებ პირადად მე ხელოვნების თემას, ასე ვამზადებთ ექიმებსაც და სხვათა შორის გვყავს ისეთი ექიმებიც, რომლებიც რეგულარულად მღერიან გუნდებში, ეკლესიაში ან სხვაგან. ასე რომ კიდევ გვაქვს ისიც, რასაც ვუწოდებთ მუსიკას მედიცინაში. ძალიან დიდი მადლობა ესეთ საინტერესო ინფორმაციისათვის და ეს ძირითადად ეხება ძალიან საინტერესო პრაქტიკაა, რამდენადაც ვხვდები და ძირითადად ეხება მაინც ამისნო პერსონალის განტვირთვას, რომ პროფესიულ გადაწვას არ ქონდეს ადგილი. მაგრამ ძალიან საინტერესოა განსაკუთრებით თქვენ შემთხვევაში, თუ არის ესეთი გამოცდილება, როდესაც ხელოვნება გამოყენებული არის არა მარტო სამედიცინო პერსონალის განტვირთვისათვის, არამედ სამეცნიერო კვლევითი საქმიანობისათვის, თუ რომელ ხელოვანს რომელი დაავადება ქონდა სავარაუდოდ და წარსულში თუ ახლა და თუ გამოიყენება ის პაციენტებისათვის. დავიწყებ თქვენი კითხვის პირველი ნაწილით, რომელიც ეხება ორ გამოცდილებას პაციენტებთან. დავიწყებ ჩემი როგორც პედიატრიული ონკოლოგის პერსპექტივიდან. მე ბევრი ბავშვის გვერდით მომიწია ყოფნა მათი დაავადებების დროს და ამ დროის განმავლობაში ჩვენ შევიმუშავეთ სპეციალური კონცეფცია. შესაძლოა ბევრმა იცის კიდეც, რადგან ჩვენ ვცდილობთ ამ კონცეფციის გაფართოებას, რომ ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში არსებობენ ეგრეთ წოდებული ჯანმრთელობის ჯამბაზები. ჯამბაზები დაკავშირებულია იმ სახლებთან, სადაც ისინი მოდიან პედიატრიულ სამყაროში და ცდილობენ სხვადასხვანაირი ნახატებითა და ნიღბებით ღიმილი მოუტანონ პაციენტებს და მათ მშობლებს. ასე რომ ეს არის ერთ-ერთი თერაპია, სიცილის თერაპია, რომელიც აძლიერებს ჩვენი ჯანმრთელობის განმსაზღვრელ სოციალურ ფაქტორებს. იმედს, ძალას, ჯანმრთელობის საზოგადოებრივ კომპონენტს, რადგან ჩვენ გვჭირდება კავშირები და ზოგჯერ, როდესაც ოჯახი ძალიან ვარ ჩართული ბავშვის სერიოზული დაავადების მართვაში, ჩვენ ვეღარ ვამჩნევთ გარშემო ვერაფერ დადებითს. მით უმეტეს გაურკვევლობის ან მდგომარეობის გაუარესების დროს. ზოგჯერ მე უფრო მეტი მხარდაჭერა მჭირდება ვიდრე პაციენტებს. აბსოლუტურად მართალი ხართ და ზოგჯერ, როდესაც ვინმე გარე სამყაროდან მოდის და მოაქვს ხელოვნება, პანტომიმის მიქსი ან სხვა რამ, ეს ნამდვილად გამათავისუფლებელია. განმტვირთავია, სულ მცირე, გარკვეული ხნით მაინც. მაგრამ ამას გარდა ასეთი მიდგომა ასევე გვთავაზობს ახალ ხედვას. თუ როგორ შეგვიძლია გაუმკლავდეთ სირთულეებს და როგორ შეგვიძლია გქონდეს იმედი. გვიჩანს აზრს, რომ თუ ეს დასრულდება, შესაძლოა მეც შეუერთდე მათ ან სხვა რამე კარგი გავაკეთო ადამიანებისთვის. და აქ მე ისევ ჩემი პაციენტის მაგალითს მოვიყვან. ის 9 წლის იყო, როდესაც ლიმფომის დიაგნოზი დაუდასტურდა და თერაპიის დროს მას ძალიან ბევრი გართულება განუვითარდა. მისი ოჯახი ძალიან დეპრესიული იყო. მშობლები კი განქორწინდნენ, რადგან ძალიან რთულად უმკლავდებოდნენ ამ მდგომარეობას. ის ამ მშობლების ერთადერთი შვილი იყო. განიცადა ძალიან ეს და დაიწყო ლექსების წერა. მომდევნო წელს, როდესაც პირველი რეციდივი მოხდა, სიმღერების წერა დაიწყო და ამ სიმღერებს იწერდა საავადმყოფოს პალატაში. როდესაც ის ლექსებს წერდა, ან რაღაც სიმღერას იწერდა, ეს ექიმებს გვესმოდა გარეთ და არ არსებობდა არავინ, კაცებიც კი, ვინც არტილოდა ამ დროს. მაგრამ ეს არ არის ისტორიის დასასრული. საერთო ჯამში 7 წლის ბრძოლის შემდეგ ის გადარჩა.
გაიზარდა, გააჩინა 2 შვილი. დიახ, უფროსი შვილი 3 წლისაა. ახლა ის სრულ რემისიაშია და წერს, მღერის. ის არის სახარების ცნობილი მომღერალი სლოვაკეთში. 2 წლის წინ კი მან შეასრულა სიმღერა ბავშვთა კიბოსთან დაკავშირებულ გაეროს ღონისძიებაზე, რომ ახლა სხვები გაამხნევოს, რომ ჩვენ ეს ისტორია სხვებისთვის გამოვიყენოთ. გავაძლიეროთ ისინი მაშინაც კი, თუ ყველაზე ცუდ მდგომარეობაში არიან. რადგან, როგორც ხედავთ, დიდი ალბათობით ასეთ დროს ღმერთი მაინც რაღაც მეტს გვაძლევს. ძალიან დიდი მადლობა ესეთი ემოციური და საინტერესო ისტორიისათვის. მე ვფიქრობ, რომ ფილმის გადაღებაც კი შეიძლება ამაზე და ასევე მინდა ვთქვა, რომ გარდა თვითონ პაციენტების ისტორიებისა, რომელიც თავისთავად სხვა პაციენტებისათვის ძალიან საინტერესოა. საინტერესოა ის, რომ ჩვენთანაც იყო ჯამბაზი, ეგრეთ წოდებული კლოუნი ექიმების პროგრამა დაწყებული ჩვენი ერთ-ერთი ცნობილი მსახიობის მიერ, სამწუხაროდ ახლა ამ პოლიტიკური პროცესების გამო ის ციხეშია, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ყველაფერი მარე გაირკვევა, გადაწყდება და ეს საქმე გაგრძელდება. მაგრამ საინტერესო ისაა, რომ მანც რომ დაეწყო ჯამბაზობა, ექიმ ჯამბაზის ესე ვთქვათ პროგრამა რომ დაენერგა, გაიარა სპეციალური ტრენინგები. და ამასთან დაკავშირებით მინდა ახლა დავსვა კითხვა. მინდა გვიამბოთ ტრენინგის შესახებ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი მგონია მედარდ პროექტისთვის. ექიმების განათლება სახელოვნებო მეცნიერებების სფეროში, რათა გამოიყენონ ხელოვნება თავიანთ საქმიანობაში და რაც მთავარია სამედიცინო განათლებაში, რადგან ჩვენ მაგალითად ხშირად ვიყენებთ შუა საუკუნოვან მხატვრობას, ახალ და ძველ ლიტერატურას, სხვადასხვა დავალებების სწავლებისას. Thank you so much. That's a very interesting and provocative. დიდი მადლობა. ეს ძალიან საინტერესო და პროვოკაციული კითხვაა. ერთი, რასაც პირადად მე ვფიქრობ, სამედიცინო სფეროში თითქმის 25 წელია აკადემიურ წრეებში ვარ და მგონია ეს გარკვეულწილად იცვლება, რადგან ახლა უკვე ვეუბნებით ჩვენს მომავალ ექიმებს, როცა მათ ვამზადებთ, რომ ეს უბრალოდ მექანიკური ურთიერთობა არ არის, თანაგრძნობა. ადამიანი არ არის მანქანა და ემოციების გამოაშკარავება არასწორი არ არის. ეს არ გვაჩენს უფრო სუსტებად, არამედ გვაკავშირებს ერთმანეთს. ამიტომ ვფიქრობ, რომ ხელოვნების ნებისმიერი ფორმით ჩართვა ახლა უფრო თანამგრძნობს, ემპათიურს ხდის ექიმს. რატომ არის ერთი ექიმი უფრო წარმატებული ვიდრე მეორე? არამხოლოდ იმიტომ, რომ სამედიცინო სკოლის ყველა გამოცდა საუკეთესოდ ჩააბარა. შესაძლოა ის ადამიანი, ვისაც არ ჰქონდა საუკეთესო ქულები, უფრო უკეთესი ექიმიც გახდა, იმიტომ, რომ ის უფრო ჰუმანურია. ამიტომ, როდესაც ჰუმანიტარულ მეცნიერებებსა და ხელოვნებაზე ვსაუბრობთ, მინდა გამოვიყენო ტერმინი ჰუმანური, რადგან სწორედ ამას ამბობთ და ეს უნივერსალური ენაა. მაგალითად, ინდოეთში, წარმოშობით ინდოეთიდან ვარ, ინდოელი ამერიკელი და თავს გლობალურ მოქალაქედ მივიჩნევ. იცით, შეიძლება ქართველიც იყოთ, არა აქვს მნიშვნელობა, რომ თქვენ საქართველოს მოქალაქე ხართ. უბრალოდ ვცდილობდი მეთქვა, რომ ეს არის ხელოვნება, ზუსტადაც უნივერსალური ენა, რომელიც აერთიანებს კიდეც და ამასთანავე სამ განზომილებიან თავსატეხს გავს. შეიძლება ითქვას, რომ ის 4 განზომილებიანია. ამიტომ ჩემი აზრით 25 წლის წინ, როდესაც ექიმობისთვის ვსწავლობდი, სხვაგვარად იყო და ახლა ყველაფერი განსხვავებულია. თითქოს რასაც უყურებ, ეს აფართოებს ხედვას და უბრალოდ ამ კონტექსტში მინდა წარმოგიდგინოთ სოციალური დეტერმინანტების კონცეფცია, სანამ სიტყვას პროფესორ სუვადას გადავცემ. ჯანმრთელობის სოციალური დეტერმინანტები. ზუსტად როცა ხელოვნებას იყენებთ მკურნალობაში, სინამდვილეში თქვენ აერთიანებთ სოციალურ დეტერმინანტებს. ეს გაძლევთ თერაპიული გაგების უკეთეს შესაძლებლობას და შედეგებიც უკეთესია. მაგალითად, ეს ახალგაზრდა ქალბატონი მე მქონდა საშუალება მიმეღო დიდი სიამოვნება მისი მოსმენით. ის ძალიან კარგი იყო, ძალიან აღფრთოვანებული ვიყავი. ვფიქრობ, მასთან ერთად ფოტოც მაქვს გადაღებული. ეს ჟენევაში იყო. რატომ გადარჩა? დიახ, ერთი არ წმენა, მაგრამ ყველაზე მეტად ეს არის ხელოვნება, რომელშიც მან იპოვა ძალა, რადგან ვფიქრობ, რომ სწორედ შინაგანი ძალა და სხვებისგან მიღებული მხარდაჭერა გვეხმარება კედლების დანგრევაში. ასე რომ, ესაა, რაც ექიმებს საწვრთნელად გვჭირდება. ჩვენც ადამიანები ვართ და შეიძლება პროფესიული შეცდომები დავუშვათ, მაგრამ არ უნდა დავუშვათ ჰუმანურობისა და ადამიანობის დაკარგვა. ანუ, ემოციურ ინტელექტსაც უვითარებს მომავალ ექიმებს. დიახ, მადლობა და მინდოდა მეთქვა, რომ ინდოეთში მაგალითად ბევრ მუსიკას იყენებენ. მე ვესაუბრე ჩემს კოლეგებს. თქვენ თქვით, რომ ისინი ჯამბაზები არიან. ანუ აქ მუსიკოსები მოდიან და ისინი პაციენტებისთვის უკრავენ. ეს ორივესთვის თერაპიულია. იმედია გიპასუხეთ. ტრენინგები არა მხოლოდ ექიმებისთვის, არამედ სხვა დამხმარე პერსონალისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია. მაგალითად,
ამ კონკრეტული ქალბატონისთვის ვიტყვი, რომ მნიშვნელოვანია, რომ ფსიქოლოგები და სოციალური მუშაკებიც განსწავლული იყონ, რადგან ის ოჯახთან მუშაობდა მას შემდეგ, რაც მშობლები განქორწინდნენ. ის ორივეს დაუკავშირდა და რაც იყო გასაკვირი, შვილის გამოჯანმრთელებისთანავე და პირველივე განცხადების შემდეგ, რომ ის განიკურნა, მათ გადაწყვიტეს ისევ ერთმანეთთან დაბრუნება და ისინი დღემდე ერთად არიან. მათ კიდევ უფრო კარგი ურთიერთობა აქვთ ვიდრე ადრე. უბრალოდ მინდა ვთქვა, რომ ტრენინგი მნიშვნელოვანია, მაგრამ არა მხოლოდ სამედიცინო თვალსაზრისით, არამედ სხვა მოვალეობებისთვისაც. მაგალითად, მე ვაფუძნებ რამდენიმე მიმართულების, მათ შორის ჰუმანიტარულ პროექტს მთელ მსოფლიოში, აფრიკაში, ახლო აღმოსავლეთსა და ჰონდურასში და ჩვენი მოსამზადებელი ტრენინგი განკუთვნილია როგორც სამედიცინო პერსონალისთვის, ასევე სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებისა და მოხალისეებისთვის, რომლებსაც აქვთ გარკვეული აღქმები ხელოვნების მიმართ. ისინი სწავლობენ ადგილობრივი კონტექსტუალიზებული ხელოვნების ტექნიკას და ასევე იმას, თუ რას ნიშნავს ეს გამოხატულებები სხვადასხვა კულტურაში და კონკრეტულ თემებს, რომელთა გამოყენებაც შეუძლიათ უკვე პაციენტებთან მუშაობისას. ძალიან დიდი მადლობა, ძალიან საინტერესო იყო, იმიტომ რომ ასეთი აქტივობები მნიშვნელოვანია განსაკუთრებით სოფლებში და რეგიონებში, სადაც შეიძლება ნაკლებობა იყოს სამედიცინო პერსონალის, როგორც ექიმების, ისე ექთნების და აქედან გამომდინარე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოხალისეები იყოს მომზადებული და მოხალისე რომ მოამზადო და გარკვეული მოტივაცია შეექმნა, ეს არ არის მხოლოდ მშრალი ტექნიკური ინფორმაცია, როგორ გაუწიოს ვიღაცას დაუშვათ პირველად დახმარებას, სანამ მოვა პროფესიონალთა გუნდი, არამედ გარკვეული ემოციური ბმა კონდეს იმ საქმიანობასაც, რომელსაც ერთგვარად ჩვენ ვავალებთ კიდევაც და რომლის მოხალისეობაც გამოხატა. თუ შეიძლება ერთსაც დავამატე. მქონდა პატივი მემუშავა ბაჰამის პირველ ლედისთან. ჩვენ გავაკეთეთ იქ კლიმატის ცვლილების პროექტი, მაგრამ შემდეგ, როდესაც მე დეკემბერში ბაჰამის კუნძულებზე დავბრუნდი დასასვენებლად, რომ დავშვიდებულიყავი და ვეშაპებთან და დელფინებთან მეთამაშა, სერიოზულად დელფინებთან, მან საშობაო პანტომიმაზე მიმიწვია, რომელსაც სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვები ატარებდნენ. ისინი აუტისტები იყვნენ. ეს მიწვევა ძალიან სასიამოვნო იყო მისი მხრიდან და ცხადია წავედი. საინტერესოა, რომ წარმოდგენა დარბაზშივე გააკეთეს და იცით ეს ძალიან ემოციური იყო, რადგან უცებ გააერთიანა დამსწრე საზოგადოება. და ეს მინდოდა მეთქვა, რომ როცა მის მდგომარეობაში მყოფი ადამიანები, როგორიცაა პირველი ლედი, მინისტრი თუ სხვა ხელს უწყობენ ასეთ საქმეებს და აჩვენებენ, რომ ხელოვნების ჩართვა თერაპიაში ეს დიდ განსხვავებას ქმნის, ეს ძალიან მნიშვნელოვანი და შედეგიანია. მაგალითად, ამ ფაქტს პრესაში დიდი გაშუქება მოყვა და წარმოიდგინეთ, რომ სულ რაღაც ერთ წელიწადში ამ წარმოდგენიდან მათ ახალი შენობის დაფინანსება მიიღეს. დიახ, აი ეს არის სწორედ ადვოკაცია. ძალიან დიდი მადლობა თქვენი შემთხვევისათვის, იმიტომ რომ ეს ძალიან საინტერესოა, ეს სწორედ ადვოკაცია იმისათვის, რომ მოვიზიდოთ მერე თანხებიც და ყურადღებაც გავამახვილოთ გადაწყვეტილების მიმღები პირების იმ პრობლემებზე, რომელიც გვაქვს და შესაბამისად ის პროგრამები შემუშავდეს მე, რომელიც კონკრეტულ პოპულაციას ამ შემთხვევაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს სჭირდება. თქვენ ახსენეთ ასევე მტკიცებულებები, თუ შეიძლება ძალიან მოკლედ აღნიშნავ, რომ ჩვენ გვაქვს მტკიცებულება, რომ ხელოვნება ეხმარება ადამიანებს ცხოვრების შეცვლაში, თუნდაც ცხოვრების წესის შეცვლაში. ჩვენს ქვეყანაში მაგალითად ჩემი უნივერსიტეტი აფინანსებს პროგრამას უსახლკარო ადამიანებისთვის ქალაქებში. ჩვენ ვდგამთ წარმოდგენებს, ასევე ისინი ამზადებენ საკუთარ გაზეთებს, რომლებიც შემდეგ ქუჩაში იყიდება. ეს მათი ისტორიებია, მათი ცხოვრების ანარეკლები. ისინი თავად ამზადებენ გამოფენებსაც კი უკვე აღიქმებიან როგორც არაუსახლკარო ადამიანები, არამედ ადამიანები, რომლებიც უბრალოდ ქუჩაში რაღაცას ყიდიან. დიახ, ისინი მცირე თანხას შეუღობენ და იუმჯობესებენ საცხოვრებელს, რაც მნიშვნელოვანია, რომ უსახლკარო სტატუსიდან მაცხოვრებლად ბრუნდება. მაგრამ შემდეგ ისინი უკვე იწყებენ ჯანდაცვის ცენტრების მონახულებასაც, სხვების დახმარებას. ასე რომ, ესეც ერთ-ერთი ვარიანტია ხელოვნების მნიშვნელობაზე და მე მაქვს კიდევ ერთი მტკიცებულება, მაგალითად, HIV ინფიცირებული ადამიანები აფრიკაში, უგანდაში. ქონდა პროექტი ობოლი ბავშვებისთვის, რა თქმა უნდა, ისინი უკვე გაიზარდნენ, ზოგიერთ მათგანს 20 წლის განმავლობაში ვაფინანსებდით და ახლა ისინი ყოველწლიურად თვითონ ცდილობენ მოამზადონ ხელოვნების კამპანიები დაწყებითი და საშუალო სკოლებისთვის. ჩვენც ისეთი შთაგონებული ვიყავით სლოვაკეთში, ამით რომ წელს ჰქონდა აგერ უკვე მე-18 იუბილე დაწყებითი და საშუალო სკოლების მოსწავლეებისთვის, სადაც ისინი ერთმანეთს ყოველწლიურად ეჯიბრებიან საუკეთესო იდეებში განვითარების შესახებ, ასევე როგორ დავიცვათ თავი, ან როგორ გავუმკლავდეთ შიშებს, რომელიც დღეს ისე რეალურია, ვიდრე არასდროს.
I will try just to ask very რადგან მე დიდიაში ვართ, მაქვს იდეა ახლა. შევქმნათ საერთაშორისო ელექტრონული ჟურნალი თავიდან, სადაც განთავსდება ექიმების, ექთნების ნაწარმოებები, ლექსები, მოთხრობები, ნახატები და კიდევ ბევრი სხვა რამ. და მერე შესაძლოა გამოიცეს და დაფინანსდეს კიდეც. ასევე ის ნაწარმოებები, რომელთა გამოყენებაც უპრიანია განათლებაში. მე ვფიქრობ, რომ აკადემიურ დონეზე ძალიან საინტერესოა, რომ ჩვენ ახლა ვიფიქროთ, რახან მე იდეაში ვართ, ახალ იდეაზე, ხომ არ შეიძლება შევადგინოთ ახაც ერთობრივი ინტეგრირებული პროგრამები, სადაც ანატომიას, ფიზიოლოგიას, პათოფიზიოლოგიას ჩვენი სამედიცინო ინსტიტუტის სტუდენტებისგან და ლექტორებისგან, ხელოვნების ინსტიტუტის სტუდენტები შეისწავლინენ და პირიქით კომუნიკაციის უნარებს, განსაკუთრებით სახით მეტყველებას, სხეულის მეტყველებას შეისწავლინენ ჩვენი სტუდენტები, ხელოვნების, ასე ვთქვათ, ინსტიტუტების სტუდენტებისგან. ხომ არ არსებობს ასეთი პროგრამები უკვე, ან ხომ არ იქნებოდა სწორი, რომ ასეთი პროგრამები შევქმნათ? Thank you. Very briefly. მადლობთ, ძალიან მოკლედ ვიტყვი. ვფიქრობ, თქვენ მართლაც შესანიშნავი იდეა მოიფიქრეთ და ის პრაქტიკულიცაა. რამდენადაც ვიცი, ყოველ შემთხვევაში შეერთებულ შტატებში თუ არ ვწდები, ჩვენ არ გვაქვს ასეთი ფორმალური მოდელი, როგორც თქვენ თქვით. მაგრამ AMBA-ის მეშვეობით ჩვენ გვყავს ჩვენი სტუდენტური ჯგუფები. მე ვარ მათთვის გლობალური ჯანდაცვის თავმჯდომარე და ერთ-ერთი ტიპის დისკუსია, რომელსაც ვაწარმოებთ ხოლმე, არის ის, თუ როგორია ხელოვნების როლი. ერთ-ერთი რამ, რასაც ჩვენ დიდი ხანია ვუჭერთ მხარს ნეპალის კლინიკისთვის, მაგალითად, არის ის, რომ გვყავს ქალები, რომლებიც ამზადებენ სამკაულებს, შარფებს ან რამე მსგავს და მოაქვთ კლინიკაში. სტუდენტებს ვეუბნებით, თუ როგორ დაამზადონ ადამიანების ფიგურების სწორად და ასე შემდეგ. მაგრამ ეს ძალიან არაფორმალურია. ვიტყოდი, რომ პროექტის ჩანასახიც კი არ არის. ის ჯერ კიდევ მზადების პროცესია, მაგრამ ეს შესანიშნავი იდეაა. და ეს იქნებოდა სასწავლო მიზნით, მაგალითად, თუ ლეონარდო და ვინჩის და სხვა მხატვრების ნამუშევრებს დააკვირდებით, მათ ნამდვილად იცოდნენ ადამიანის ანატომია. და ძალიან კარგი იქნებოდა რაიმე სახის ლექციების ჩატარება ამ მიმართულებით. თუმცა საქმე იმაშია, რომ ყველა ძალიან დაკავებულია თავისი საქმის კეთებით. ასე რომ დიახ, შესაძლოა საერთაშორისო დონეზე შეიქმნას რაიმე მოდული ან აპლიკაცია, არ ვიცი. ან ხელოვნური ინტელექტი იყოს გამოყენებული, რადგან მე ხელოვნური ინტელექტით ვარ დაინტერესებული და არა მხოლოდ იმისთვის, რომ დაგვეხმაროს მის დახვეწაში, არამედ აქციოს აპლიკაცია და რაიმე. დიახ, იმიტომ რომ ეს ძალიან საინტერესოა. ნახეთ, ეს არ შეიძლება გააკეთოს ერთმა ადამიანმა. იდეა თქვენი, წვლილი შეტანა და თანადგომა ჩვენი. ეს მთელი მსოფლიოსთვისაა. It's for the whole world. ძალიან დიდი მადლობა, იმიტომ რომ ეს ძალიან საინტერესო თემა. ჩვენ ახლა ამ პატარა ნაწილში ვერ მოვახერხებთ ყველაფერი დავფაროთ, იმიტომ რომ ჩვენ ვსაუბრობთ იმაზეც, რომ შეგვიძლია თუნდაც როლური თამაშები, რომელიც გვაქვს კლინიკური უნარების სწავლებისას უკვე სწორედ მსახიობების და ლექტორების ჩართულობით, ან სამსახიობო სტუდენტების ჩართულობით განვახორციელოთ. ჩვენ შეგვიძლია პირიქით, რა თქმა უნდა, ჩვენი სტუდენტები ჩავრთოთ მათ ასე ვთქვათ, სხეულის ენის სწავლებაში, იმიტომ რომ უკეთ ვიცით კუნთების, ძვალსახსროვანი სისტემის აგებულება. ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ სამედიცინო თეატრი, რაც ჩემი დიდი ოცნებაა ბოლო 15 წლის მანძილზე, იმიტომ რომ მას ექნება არა მარტო საგანმანათლებლო ფუნქცია და საინფორმაციო, არამედ რა თქმა უნდა ემოციური, ფსიქოლოგიური, სოციალური მხარდაჭერის. აღარ ვსაუბრობ, რომ შეზრდილი შესაძლებლობის პირებს ჭირდებათ ტიფლოკომენტირებაც, თარგმანიც, სპეციალური ასე ვთქვათ, მოწყობა დარბაზისა და სცენის, რომ მათ შეძლონ აღიქვან მიმდინარე მოვლენების სცენაზე და ასე შემდეგ. მოკლედ ეს ისეთ თემებია, რომელიც შორს წაგვიყვანს, ამიტომ მინდა გთხოვოთ უბრალოდ შეგვიჯამოთ, რას ნიშნავს ხელოვნება მედიცინაში და მედიცინა ხელოვნებაში. და მოკლე შეჯამებისთვის დავიწყებ ძველი საბერძნეთიდან, რადგან არსებობდა პლატონი, არისტოტელე, სოკრატე, რომლებიც მედიცინის ხელოვნებად აღიარების მამამთავრები არიან. რადგან მართლაც ერთმანეთის გაგება, სათანადო კომუნიკაცია, პაციენტის მხარდაჭერა და დიაგნოზისა და პროგნოზის შეტყობინებით მათი ვნების თავიდანაცილება უკვე ხელოვნებაა. ამიტომ ვფიქრობ, რომ სამედიცინო პერსონალი და ყველა, ვინც არაკლინიკურ სფეროში, მაგრამ ჯანდაცვის სისტემაში მუშაობს, ვალდებულია ჰქონდეს კავშირი ხელოვნებასთან და ეცადოს იყოს მგრძნობიარე სხვების საჭიროებების მიმართ. ამიტომ ხელოვნება ჩვენი პროფესიული ცხოვრების განსაკუთრებული კომპონენტია და ვფიქრობ, რომ ასეთი დისკუსიები უფრო ხშირი უნდა იყოს. და აუცილებლად მოვიყვან ერთ მაგალითს სლოვაკეთიდან. ჩვენც გვიჭირდა ინტეგრაცია და ეს ინტერ და ტრანსთემატური მიდგომა, მაგრამ ახლა უკვე ინტეგრირებული გვაქვს მუსიკალური თერაპია და არტ-თერაპია, როგორც არასავალდებულო, არამედ ნებაყოფლობითი თემები, რომლებშიც სტუდენტებს შეუძლიათ ჩართვა.
და მათ ასევე აქვთ პრაქტიკული უნარები და უფრო მეტიც. ჩვენ დავიწყეთ ფსიქოლოგების, სოციალური მუშაკების და სოციალური მედიცინის სახელოვნებო სწავლება იმის გაცნობიერებისთვის, თუ როგორ გრძნობენ თავს ადამიანები დაავადებებთან გამკლავებისას. რას ნიშნავს მათ გარშემო არსებული სილამაზე და რა დამაზიანებელია სინამდვილეში შფოთვა თუ არამხარდამჭერი გარემო. და იმ პირველივე ლექციიდან, რომელიც 7 წლის წინ გაიმართა, გამოჩნდა ერთი სტუდენტი, რომელიც რეგისტრირებული გახდა და ის დღემდე უსახლკაროებისთვის დადგმებს ატარებს, რადგან მას ეს მოსწონს. ამიტომ მინდა ყველა წავახალისო, რომ ვნახოთ, როგორ შეიძლება სხვადასხვა კულტურამ ზოგჯერ შექმნა სხვადასხვა ლამაზი და ძალიან იაფი კონცეფციები. ჩვენ არ გვჭირდება დიდი ინვესტიცია ხელოვნებაში, რადგან ნამდვილი ხელოვნება დამახასიათებელია ადამიანური ბუნებისთვის. და მინდა მადლობა გადაუხადოთ თქვენს მოდერაციას ჩვენი აქ მოწვევისა და ამ ძალიან მნიშვნელოვანი თემის წამოწევისთვის, რომელიც ამტკიცებს, რომ ჩვენ, როგორც სამედიცინო პერსონალი, არა მხოლოდ დაავადებებს ვუკურნალობთ, არამედ პაციენტებს, ადამიანებს და მათი ცხოვრების ხარისხისთვის ვზრუნავთ. ცხოვრების ხარისხი კი სცდება ლაბორატორიის ან საავადმყოფოს კედლებს. ამიტომ ჩვენ ყველას გვევალება დავინახოთ სილამაზე გარშემო და აღვიქვათ სიცოცხლის მშვენიერება. ძალიან დიდი მადლობა ასეთ საინტერესო შეჯამებისთვის და ასეთი ლამაზი საუბრისთვის, იმიტომ რომ დიახ, ჩვენ შეიძლება ვიყოთ პირველები დღეს, ვინც წამოიწყებს ამ საქმეს და ვინც ასე ვთქვათ, მედარდ პროექტს დანერგავს არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში და შეიძლება იყოს რაღაცა საერთო მოდული, საერთო სილაბუსი, რომელსაც ჩვენ დავნერგავთ სამეცნიერო ინსტიტუტებში და ასევე სხვადასხვა უნივერსიტეტებში, მაგრამ ვინაიდან თქვენ აქ იმყოფებოდით გლობალური ჯანმრთელობის კონგრესის ფარგლებში და ასე გავიცანით ჩვენ ერთმანეთი, მინდა ორი სიტყვით ამ კონგრესზე და მის მნიშვნელობაზეც ვისაუბროთ და ამიტომ ჩვენი გადაცემის მეორე ნაწილში შემოგვეერთდებიან ჩვენი ქართველი კოლეგებიც.